სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1997 წლის 4 იანვარს. ჩვენ გადავედით 34 ნაწილზე, სადაც შუაში ვართ ახლა თუ არ მეშლება. და ეს კითხვა, რომელიც დაისმევა ლოისის მიერ, არ ვიცი რა ასაკის არის ლოისი, არის უფრო ესეთი ინფორმაციული, აი საოცარია ადამიანების ყურადღება მაგალითად მედიტაცია აქეთკენ მიდის, გესმით, ესე იგი უფრო რაღაცა რო შეადარონ ერთი სახარება მეორეს, გესმით, და რამდენად ჰარმონიაშია. აი მე მაგალითად ეგეთი კითხვები არ მომდის ხოლმე და მიდის თავარი რაც არის, იმაზე ხდება კონცენტრაცია. და მე ყველას ურჩევდი, განამარტო მე, არამედ სხვა ადამიანებისაც გამიგია, რომ გააკეთოთ ყურადღება, რაც მთავარია ამოსაღები ბიბლიას რო კითხულობთ. რაზეა აქცენტი გაკეთებული. და რა თქმა უნდა, ის გზადაგზა, რაღაცა ჰარმონია იქნება თუ ეს სიმფონია, ხო? ყველაფერი თავნაბარად მოხდება აუცილებლად და დაალაგდება. აი სხვები დაგილაგებენ მაგას, იმისთვის რომ პასუხი ქონდეთ ვინმე თუ დაგისვათ. მაგრამ აი ჩემი კონცენტრაცია არასოდეს ესე არ წასულა, რომ რაღაცა აი ესე გამოსაჭერ დონეზე მქონოდეს რაღაცა მისასვლელი. ხლა ერთი ორი რაღაცა ყოფილად შეიძლება გაუგებრობა იმის გაგებით, მაგრამ აი ესეთი კითხვები ხლა რაც ამ ქალბატონს მოსდის, ხო? მე არ ქონია. და მაინც მადლობა მას, რომ მე რო სხვამ დამისვას კითხვა, მეც გავცემდი ამას პასუხს და ისედაც თუ კარგად ჩაუკვირდებოდით ამ თემას, მე მგონი ადვილი არის პასუხის გაცემა და ჯონ მაკარტური გავს იმ შერლოკ ჰოლმს ვოტსონი რო უსვავს ხოლმე კითხვებს, ხო? და ყველაფერზე უნდა კონდეს პასუხები. და არ უნდა იყო რაღაცნაირად დაბნეული, ხო? მარტივ კითხვებზეც კი. ბავშვები გასაგებია მარტივ კითხვებს სვამდნენ და აი აქ ნახოთ ახლა მოვისმინოთ ლაპარაკი არის იესოს დაბადების ქრონოლოგიაზე. აი დაბადება რო ხდება, როგორ არის აღწერილი, ხო? მათე მაგალითად გარკვეულად შეისწავლა ეს საკითხი, მათე არ დასწრებია, ხო, ამ იმას. და ყავდა მას უშუალო მოწვევები, ვინც მოუყვებოდნენ მას, მაგრამ აი ლუკა უფრო დაწვრილებით სწავლობს ამ დეტალებს. და ნახეთ, რამდენ დეტალს გვაწევს ლუკა, რაც არ არის არც მარკოსში, არც იონეში და არც იმაში. რაც იონესა აქვს მოცემული, არავის არ აქვს უშუალო თვითმხილველი არის. ლუკა ხო არ ყოფილა თვითმხილველი, მაგრამ ლუკამ როგორც ექიმა შეისწავლა ყველა დეტალი სკრუპულოზურად, რომ იმას ეკნა აღეწერა ეს ამბავი. მარტო თეოფილესთვის კი არა ვისაც წერს, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. უბრალოდ ადრესატად ირჩევს თეოფილეს, ხო? ძვირფას თავის მეგობარს და ასე რომ ყველა ვართ ჩვენ თეოფილეები, ვისაც აინტერესებს ეს ჭეშმარიტება და სიბრძნე. მაგრამ როდესაც ეხება მაგალითად მარკოზი, ყველაზე შემოკლებულად მარკოზი ძალიან ისე სწრაფად იესოს მიერ ჩადენილ ესე ვთქვათ სასწაულებს და განკურნებებს და იმებზე აკეთებს აქცენტს. და მაგრამ ყველა მნიშვნელოვანია და ყველა ძალიან საინტერესოა. აბა რატო დატოვებდნენ მარკოს? ამბობენ რომ მარკოზი ყველაზე პირველი დაიწერა სახარება. და თითქმის უფრო გავრცობილი ვარიანტია მისი მათე სახარება. და იონე სრულიად სხვა, აბსოლუტურად სინოპტიკურ იმებში არ შედის და სულ სხვანაირად აღწერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იონე რა არ გვაძლევს სასწაულებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დიალოგებს იესოს, როგორც არც ერთი სხვა. როგორც არც ერთი სხვა, ყველაზე მეტი იესოს დიალოგები და იესოს საუბრები, თუ ნახავთ ბიბლიები, რომლებიც გამოცემულია მაგალითად წითელი ასოებით, იცით ხო? ბევრი ბიბლია გამოდის წითელი ასოებით. ახალი აღთქმა, სადაც იესო ლაპარაკობს, ხო? ნახეთ, რამდენი წითელი ასოები და დიალოგები, ჯერ მარტო მოდერნული მე-13 თავიდან მე-17-ს ჩათვლით, ხო? სულ იესოს საუბრები არის, ასე რომ მაგი ვერავინ ვერ დატოვა, ხედავთ, მათე ესწრებოდა ამას. მარკოზი არა პირდაპირ, მაგრამ ზოგჯერ ესწრებოდა, მარკოზიც იცით, თავის თავს აღწერს, როცა სამოსელს დაუტოვებს და გაიქცევა იესოს, როცა დაატყვევებენ, ეს მარკოზია, მარკოზი ჯონი, იოანე და ბარნაბას დიშვილი, რომელიც მერე პავლეს გაყვება, ხო? და რაღაცებს უშუალოდ მოესწრებოდა მარკოსი, მაგრამ ბევრ რაღაცას ალბათ პეტრე უყვებოდა, ამბობენ, პეტრეს ისგან აქ აღებული ბევრი რამე ინფორმაციები მარკოს როცა ყვება, მაგრამ იოანე ხო არ მოცილებია, არსად არ მოცილებია. აი პეტრემაც მგონი დაწერა, მაგრამ ნახეთ პეტრეს სახარება არ იქნა შეტანილი, როცა აგერ ჩვენ გვაქვს ეს და ამიტომ ვიღაცები როცა კითხულობენ ცალ-ცალკე, ხო? ზოგჯერ შეიძლება რაღაცა კითხვები უჩნდება და ესეთი არის მე მგონი ლუისის კითხვაც.
მოდით მოусმინოთ. სალამი ჯონ, მე მოგესალმებით, მე მქვია ლოისი და მჭირდება დახმარება ქრისტეს დაბადების ირგვლივ მოხდარი მოვლენების ქრონოლოგიაში გასარკვევად. ყოველ წელს, როცა ამას ვსწავლობ, ჩემი საკვირაო სკოლის გაკვეთილზე ცოტათი დაბნეული ვარ და ახლა ჩვენ ვართ 4 იანვარს, წარმოდით 4 იანვარს იწერება ეს და ბუნებრივია სულ ახალი არის ეს ყოველ ახალ წელს შობას ყოველთვის განიხილება იესოს დაბადების ეს ქრონოლოგიები რო იცოდეთ, ხო? დასავლეთში ესე არის. ის კი არა რაღაც თეატრალური იმებსაც აწყობენ ხოლმე სანახაობებს, ხო, ამის ირგვლივ. იესო ბაგაში, ცხოველებთან და რაღაც ესე. მათეს სახარების მეორე თავში ჩაწერილი ცნობა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ლუკას სახარებაში ჩაწერილი მეორე თავის ცნობისაგან. როგორც ჩანს, მათესში მათ უთხრეს, რომ წასულიყვნენ ეგვიპტეში. მას შემდეგ რაც მოგვები იქ მივლენ. და ეს ალბათ მაშინ იყო, როცა ის იყო ძალიან პატარა ჩვილი, იესო. და ეს შეიძლება იყოს 1 წლისაც კი არა, ან რაღაც სხვა. ახლა იყვნენ თუ არა ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეთლეემში? ისინი იმ დროს ერთ სახლში იმყოფებოდნენ და მაინც ჩემი შეკითხვის მეორე ნაწილი არის ლუკას მეორე სახარების მეორე თავში მარიამის განწმენდის დღეებში მათ წარუდგინეს იესო ტაძარში ანასთან და სიმონთან ერთად. გახსოვთ ხომ? იქ ნათქვამია და როცა აღსრულდა ყველაფერი უფლის კანონის მიხედვით დაბრუნდნენ გალილეში თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. და მე ვცდილობ ახლა ეგვიპტის მოგზაურობა ჩავსვა ბეთლემსა და ნაზარეთს შორის როგორმე მოვათავსო. ამას აქვს აზრი? და ჯონ მაგარტური პასუხობს. ძალიან კარგი კითხვა, ლოის, მადლობა ამ კითხვისათვის. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს დოგმატური პასუხი და გზა, რომ ეს გამოვხატოთ და ეს დავადასტუროთ. თუ თქვენ აიღებთ ლუკას მარტივ ქრონოლოგიას მეორე თავის 21 მუხლის 8 დღე აღსრულდა. 8 დღე. ბავშვის წინდაცვეთა სახელად იესო, როდესაც დასრულდა მისი განწმენდის დღეები, მოსეს კანონის მიხედვით მიიყვანეს იგი იერუსალიმში ტაძარში. და მე ფიქრობ, ეს არის დაბადების თანავე. 8 დღეში. მოგვები ცოტა ხანი ჯერ კიდევ არ ჩანან, ესე იგი, ჩვენს სცენაზე, ჯერ არ მოსულან, ასე რომ როგორცა თქვენ გაქვთ უკვე ქრისტეს დაბადება, მარიამის განწმენდა ტაძარში სიმონთან და ანასთან შეხვედრა, ბეთლემში დაბრუნება, რადგან ბავშვი ძალიან ახალგაზრდაა მოგზაურობისათვის. სახლს პოულობენ და იქ რჩებიან. ალბათ 1 წლის განმავლობაში. ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბრძენკაცები მოდიან მალე. ბრძენკაცების მოსვლის დრო ისინი სახლში რჩებიან, ამაზე ტექსტი გასაგებია, ბრძენკაცები ჩუქნიან საჩუქრებს და ნუ დაბრუნდებით იერუსალიმში, რადგან არ სურთ მათ, რომ ჰეროდეს უთხრან, რომ იპოვეს ბავშვი. ანგელოზი მოდის მათთან, აგზავნის მათ ეგვიპტეში. ისინი მიდიან ეგვიპტეში, სანამ ჰეროდე არ მოკვდება. და ამ მომენტიდან ტექსტი უკვე იწყებს ლუკას მეორე თავის 39 მუხლში და შემდეგ ისინი ბრუნდებიან და მიდიან ნაზარეთისკენ. ასე რომ მე ხედავდი მოგზაურობას ეგვიპტეში და დავინახავდი მოგზაურობას ეგვიპტეში განწმენდის შემდეგ, ანას და სიმონის შეხვედრის შემდეგ. და კითხვას დამსვალი ლოისი ამბობს. დიახ, მეც ასე ვფიქრობდი, ერთადერთი მუხლი, რომელიც ნამდვილად ცოტათი გამიჭირდა ამის დადგენა, ეს იყო ლუკას 2:39, რადგან ისე ჟღერს, ეს არის ზუსტად შემდეგო. იოანე, კარგი, როცა ყველაფერი კანონის მიხედვით, უსმენთ, როცა ყველაფერი მათ კანონის ჯონი პასუხობს, როცა მათ ყველაფერი ღვთის კანონის მიხედვით შეასრულეს, თქვენ იცით, ეს საკმაოდ ზოგადი ტერმინია, ზოგადი ტერმინი. და ნუ იქნები და ნუ ჩაეჭიდებით ამას. რადგან ფიქრობ, ეს საკმაოდ ზოგადად არის გადმოცემული, როდესაც მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც ღმერთმა დაავალა, ისინი დაბრუნდნენ ნაზარეთშიო. გასაგებია, დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.